კახეთში ატმის მოსავლის აღება გრძელდება. ნაწილს ფერმერები ყიდიან, ნაწილს კი სამაცივრო მეურნეობები. სოფელ ჩუმლახში 100-მდე მიმღები პუნქტი მუშაობს. დღეს ერთ-ერთი ობიექტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა მოინახულა და არსებულ მდგომარეობას გაიცნო. სამაცივრო მეურნეობა დღეში 200 ტონამდე ვაშლატამას იბარებს. ფასი ლარიდან ლარნახევრამდე მერყეობს. აქ დაახლოებით 200-მდე ადამიანი არის დასაქმებული. ხელისუფლება მარტო დღეს არა, ძალიან ხშირად მოდიან, თითქმის ყოველ დღე, ყოველ მეორე დღეს. მოდიან, რაიმე პრობლემა ხო არ გაქვთ, რამე ხომ არ გიჭირთ, რითი დაგეხმაროთ, რამეში ხო არ დაგეხმაროთ. ლარიდან ლარნახევრამდე მერყეობს ფასები. ახლა ყველას უნდა რა თქმა უნდა მაღალი ფასი იყოს, მაგრამ არ იყიდება, არ გადის, რუსეთში არ გადის და სავარაუდოდ ეს ფასებზე მოქმედებს, თორე თავიდან დაიწყო 2 ლარი ზღირდა, 2.5 ზღირდა, ხალხი კმაყოფილი იყო და 3 ზღირდა, მაგრამ მერე რომ გაჩერდა რუსეთიდან გატანა გაჩერდა, ანუ მოთხოვნა აღარ იყო და მაგის გამომდინარე ფასემაც დაიკლო. 100 ადამიანი, 150 ადამიანი, 200 ადამიანი დასაქმებული ყავს, ყველა კმაყოფილი არის, ყველას უნდა რომ აქ იმუშაოს. ჩამოვედი სოფლიდან, იმიტომ რომ ანაზღაურება ძალიან კარგია, კმაყოფილი ვარ ამ სამუშაოთი, დაინტერესებული ვიყავი და უკვე 2 წელი აქ მუშაობ თითქმის. რა ვიცი, მართლაც კარგი პირობებია, უფროსები ძალიან კარგები ყვანან და რა ვიცი, აი მართლა ვემადლობლები ესეც სამუშაოს, იმიტომ რომ რადგან სოფელში ვარ, სოფელში სხვა სამუშაოები არ არის. კმაყოფილები ვართ, ძალიან ზაფხული ამით დავიწყეთ სეზონურად და ძალიან კმაყოფილები ვართ შემოსავლით.